სიგნიფიკაცია. ესე იგი, ნახეთ რა სიტუაცია. ადამიანი, რომელიც თავის მიწიერი საქმიანობით არის დაკავებული, ყველაფერი წესრიგში აქ დაბალანსებულია ამ მხრივ, თუმცა არის მის ცხოვრებაში რაღაცა სიტუაცია, რასაც გამუდმებით ფიქრობს, როცა ძინავს, როცა ვეიძავს თუ ასე შემდეგ და რაც მაგას აწუხებს, ანუ შენ, ვინც მიყურებ. ის სტაგნაცია, რაც არის, ანუ შეჩერება, არაფერი არ ხდება ისეთი მდგომარეობა, რომელზეც აი გაწუხებს, რომელზეც ფიქრობ და რომელიც ასე ვთქვათ, რომელზეც შეიძლება მედიტაციებს აკეთებ და თითქოს ელოდები არ იცი ვის, მაგრამ ელოდები ქმედებას და ამ ადამიანისგან რაღაცა ნიშანს, ან სიტუაციისგან ნიშანს. თუ იცანით თქვენი თავი, დარჩით გაშლაზე, ჩვენ კი ვნახოთ. მომავლიდან რას გეუბნება სამყარო? მომავალი ერთი თვის ბოლოდან რას გეუბნება სამყარო, როგორ იქნება? საინტერესო. იცი რა არის, აქ რასაც მაჩვენებენ არის ის თითქოს მიწიერ დონეზე, რასაც ელოდებოდი, იღებ ჩემო ძვირფასო. შენ რაც აქამდე, ასე ვთქვათ, დათესე და რაც გააკეთე, ხო? აი რაც ჩადებული გაქვს. იცი როგორ რაღაცა შეიძლება შენ სხვა რაღაცაში, ანუ შეიძლება სხვა ურთიერთობაში ჩადე ბევრი, მაგრამ შენ საერთოდ სხვა მხრიდან მიიღებ იმ ნაყოფს, რომელიც იქნება უშუალოდ ჩვენთვის გამოგზავნილი სამყაროსგან. რაღაცა სტატუსი ახალი, მოკლედ, შენ რა გაკეთებული გქონდა რაღაცა, ასე ვთქვათ, სიუხვე გაცემული გქონდა და ამის საპასუხოდ სამყარო გიბრუნებს რაღაცა ახალს. თუ კონკრეტულად მიუყვებით ამას, მიწიერ დონეზე მიიღებ, ასე ვთქვათ, იმ ნაყოფს, იმ სიტუაციიდან, საიდანაც არის სასწაული, რო იტყვიან. და ეს მოგცემს, ასე ვთქვათ, რაღაცა ახალ ეტაპს შენს ცხოვრებაში, ახალ სტატუსს შენს ცხოვრებაში. რას უკავშირდება ეს? ხო გეუბნებით, აქ მარტოობიდან, ანუ როგორი რაღაცა იცი, აქ მარტოობიდან არის გამოსვლა, თითქოს თქვენ რაღაცა, აქ მაქსიმალურად თქვენი საქმით იყავით დაკავებული
და იყო რაღაცა საკითხი, რა საკითხი იყო? ურთიერთობა, რომელიც იყო გაჩერებული და რომელიც თითქოს უნდა დაძრულიყო, ან ასე ვთქვათ, ელოდებოდით ამ ურთიერთობის დაწყებას ან შემოსვლას, მაგრამ არ იცოდით, აზრზე არ იყავით რა იქნებოდა. აქ გეუბნებით, მედიტაციები შეიძლება სამყაროში გქონდათ თქვენი ოცნებები გაშვებული და აქ გიგზავნით სამყარო, მარტოობიდან გამოდიხართ, გადადიხართ მიწიერ დონეზე. ეს სხვათა შორის არ არის რაღაცა ისეთი, აქ არის უფრო სიტუაცია, სადაც ადამიანი ამ რაღაცას გეტყვით, თქვენთვის იქნება რაღაცა ძალიან მოულოდნელი, იმიტომ რომ რო გითხრათ ახლა აქ ადამიანს არ იცნობთ, ესე არ არის, აქ ადამიანს იცნობთ, მაგრამ თითქოს საერთოდ სხვა მხარეს გქონდათ დათესვა გაკეთებული და საერთოდ სხვა მხრიდან მიიღებთ სამყაროსგან იმ ოცნებაზე პასუხს, რაც გაშვებული გქონდათ. კი, ამ ასობაში თქვენში, ამ სტაგნაციაში, მარტოობაში უნდა მომხდარიყო ის, რომ უძრავ სიტუაციაში თქვენი წარსული ემოციური მდგომარეობა, რომელიც იწვევდა სიბრაზეს, რომელიც იყო შეიძლება გაურკვეველი, ამაზე მოხდება წერტილის დასმა, გამიგეთ? აქ სხვათა შორის დადგებით არჩევანის წინაშე. თუმცა აქ გეუბნებიან იმას, რომ მიიღე ის, ასე ვთქვათ, ახალი არჩევანი, რომლის მიმართაც შენი ენერგიები უფრო მეტად გადაიხრება სასწორის იმით, რომ ვთქვათ, რა ქვია, მდგომარეობით, რომლისკენაც უფრო მეტად დაიწევს, იქითკენ გადაიხარეთ, გეუბნებიან. აქ ვიღაცასთან სიყვარული შემოდის, ჩემო კარგებო, თითქოს თქვენ განახლით აქ, ბევრი იბრძოლეთ საკუთარ თავში, თქო აღმოფხვარი წინააღმდეგობები და ასე შემდეგ, ისწავლეთ თქვენი თავის სიყვარული და უკვე გიგზავნიან ადამიანს. და ეს რა არის მაჩვენეთ? ეს ძველია. აქ რაღაცა სხვათა შორის გეტყვით იმას, რომ თქვენს კომუნიკაციაში რაღაცა აზრთა სხვადასხვაობა იყო მიმოწერაში, სადაც შეიძლება იყოს შეჩერებული სიტუაციები, ძალიან გაწელილიც, მოდი ასე ვთქვათ, და აქედან ხდება გამოსვლა. ესეთი ინფორმაცია ქონდა სამყაროს თქვენთვის ერთი თვის თავზე და გაშლას დავარქროთ, თქვენ კი უკვე იცით რა ქვია გაშლას, მე კი ახლა თქვენთან ერთად მოვიფიქრეთ თუ რა დავარქოთ ამ გაშლას. შენ ცხოვრება მომავალი ერთი თვის თავზე. ესეთი სახელწოდებით იქნება გაშლა წარმოდგენილი შენი სულიერი სივრცის არხზე, ჩემო ძვირფასებო, მე კი გისურვებთ პოზიტიურ წარმატებულ 3 თებერვალს, შინაგანი სიმშვიდით სავსე დღეს და სიხარულის აღფრთოვანების ემოციებს, ჩემო ძვირფასებო, და რა თქმა უნდა გისურვებთ მზეს თქვენს სულში. მომავალ შეხვედრამდე.